სახლში ბრუნდებოდა და შვილისთვის მოქონდა რაღაცები. სახლიდან რამდენიმე მეტრში. ის ადამიანი, ვინც საჭესთან იჯდა, მან მთელი ცხოვრება უნდა ატაროს ეს ტვირთი. ანუ სულ მაგ განცდა, რომ რაღაცა დრო ვერ დავუთმე. ზარს ვერ ვუპასუხე, ან რაღაც დღემდე ვერ ვიღებ ამ ამბავს. ჩვენ 5 და-ძმა ვართ და დავცოტავდით. ირმა მე არ მგავდა რა, ძალიან კეთილი იყო. შენც ძალიან კეთილი ხარ. ჩემი დადგას პარლამენტთან და მიუტანეთ საწვიმარი, საინფორმაციო ყურება რომ მეზარებოდა და მეორე დღეს ეთერში ვიჯექი ვთხოვდი რომ გთხოვ უყურე და მომიყევი რა და მიყვებოდა. ნიკო რო არ ყოფილიყო ჩემს გვერდით, ბევრად მძიმე იქნებოდა. პირველი ეთერი უკიდურესად გამიჭირდა. ნიკოს დაგეგმილი აქვს უკვე სკოლაში სად უნდა მიიყვანოს და ასე შემდეგ. სტუდიაში მე მარიამ გაფრინდაშვილი არ მომწონს, მე ქუჩის რეპორტიორი ვარ რა. მე მიყვარს სისხლის სამართლის საქმეების წაკითხვა და მე ფაზლის აწყობა. დეკრეტში გასულ ხარ და კუდი მოგიქნევია. წარმოიდგინე, მე ვზივარ ეთერში და იქ ჟურნალისტი შემთხვევის ადგილზე მუშაობს, იქ პოლიცია მიდის ანუ გავგიშდი. კილაფერამ დამსაჯა ეცელ და მარჯანიშვილის თეატრში გამიშვა და იქ ისე ცუდად მოვიქეცი, რომ რეჟისორმა დაურეკა, რომ ესო ვინ გამოუშვიდა. ანუ შენ ძალიან ცუდად მოიქეცი ხარებას. ეტლიკინებოდი ჩემი აზრით ზედმეტად. 6 სართული რომ ვირბინე. მეზისხება, ჩასაფრება, დილით ვერ ვიღვიძებ ადრე. ძალიან ბევრი რაღაც მასწავლა გიორგი ლაფერაშვილმა. ნოდარ მელოდის და ჩემი ჩხუბი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. ბავშვს აქვს 38 და 2 სიცხე. ნიკომ. არ მომთხოვებინა მკითხვა. ვერ ვიზამერა. ეს არის ნეტარება. გაიცანით ლუკა მიქაია. დღევანდელი ჩვენი პოდკასტი უნდა დავიწყოთ ამ კადრებით. ესეც მარიამის ლუკა. ჩვენ რო პოდკასტი ჩავწერეთ, ლუკა იყო მუცელში და ეხლა აგერ ხელში მიჭირავს რა საოცრება ეს ცხოვრება. ძინავს. დაიწონა ჩემთან. წაიყვანა. არ ვიცი რომ არ გამატა, თორე წავიყვანდი. ეს არის ნეტარება. გაიცანით ლუკა მიქაია, მეგრელი ბიჭი. ეს აღსანიშნავი ფაქტია და არის უსაყვარლესი. ანუ ძალიან საყვარელია რა. დედობას უწევს დედაჩემი და ანუ აი ამ ფუნქციებს არის ერთი ნახოჩეყვარება? კი, ძალიან ბავშვები ისედაც მიყვარს და ეს რაღაცა განსაკუთრებით მესაყვარლება და ალბათ ეგ არის. აი მახსოვს რომ ინტერვიუში მითხარი რომ აი პირველი ნახვაო. ხო. აი ამას სხვა შორის პირველ მაინტერესებსო და როგორი იყო პირველი ნახვა? ძალიან კარგი, ემოციური და ძალიან საყვარელია. ანუ ერთი წამით მიაზუმე ახლა. ნახეთ ხო რანაირია. და ეს წითელი რაღაცა ჩაწითლებული ლოყები დედამისის მე ვაკოცა კი ძაეხა სოციალურ სამსახურს ნუ დამაყენებ გთხოვ. რო შემოვედი. კი, რო შემოვედი პალატაში, კარი როგორც კი გაიღო, კადრი მარიამის დათრეული ყავს ლუკა და ჯუჯღნის. ასე იყო ეს ამბავი და აი ესეთი საყვარელი გაგრძელება აქვს ჩვენ პოდკასტში. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ მისმინეს გადაცემა ვიკასთან, სანამ წარვადგენ ჩემს სტუმარს. რა თქმა უნდა გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, დააკომენტაროთ, დაგვაფოლოვოთ, იაქტიუროთ. ალგორითმი ასე მუშაობს, რაც უფრო აქტიურები იქნებით თქვენ, მით უფრო მეტი შესაძლებლობა გაჩნდება, რომ ჩვენი არსებობის შესახებ სხვებმაც გაიგონ, ასე დაგვიჭირეთ მხარი და მადლობა ყველას, რომ ასე აქტიურად გვიყურებთ და გულშემატკივრებთ ჩვენს YouTube არხს. რაც შეეხება ჩვენი გადაცემის სტუმარს, ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი უნდა წარვადგინო ახლა, ჩემი კოლეგა,
მარიამ გაფრინდაშვილი, ძალიან დიდი მადლობა მარიამ, რომ აქ ხარ სტუმრად დღეს. სხვათა შორის არაერთხელ მithქვამს შენთვის, რომ ყოფილიყავი ამ გადაცემის სტუმარი და მიხარია, რომ ეს შესაძლებლობა ახლა მომეცა და მადლობა ამისთვის. სხვა შორის პირველად ვარ ამ ფორმატის გადაცემაში მართლა და ჩემთვის საინტერესო. მე რა თქმა უნდა გამომწერი ვარ. შენი პირადად და მისმინეს გამომწერიც. დიდი მადლობა. შექმნის დღიდან. და ძალიან მომწონს. ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. მარიამ, ძალიან მალე გახდები დედა და არაჩვეულებრივ ფორმაში ხარ და და სულ რაღაც რამოდენიმე დღე დაგრჩა აი ამ რაღაც კულმინაციურ მომენტამდე 24-ში გიწევს საკეისროს გაკეთება, ხო? წესით. ანუ სულ რამდენიმე დღე მგონი ერთი კვირაც არ ეს გადაცემა რო გავა, შენ უკვე დედა იქნები, მარიამ. სავარაუდოდ. როგორია ეს შენი მოლოდინი, როგორ ფიქრობ და რას იტყვი ერთ კვირაში და შენი სხეულის და გონების რაღაცა მდგომარეობა აგვიხწერე. ხო, იცი რა არის? ძალიან ველოდები, იმიტომ რომ აი ამ ამბავს ეხლა მით უმეტეს ჩემს ცხოვრებაში და არა მარტო ჩემს ცხოვრებაში ცოტა სხვა დატვირთვა, გარდა იმისა, რომ დედა ვხდები და რავი, ძალიან დიდი ბედნიერებაა, რომელიც ჯერ ბოლომდე პირდაპირ გეტყვი, რომ ცოტა ვერ გავიაზრე, გუშინ დავიწყე დეკრეტული შვებულება და აქამდე მოედანზე ვიყავი, რაღაცნაირად რაღაცების ფონზე კიდე მოლოდინი უფრო მეტი მაქვს, არა მარტო მე ბევრ ადამიანს ჩემს გარშემო და შესაბამისად რავი, რო გითხრა რომ აი ვემზადები რაღაცა არაფერი არ მიყიდია ჯერ. იცი მართლა ხო არსებობენ გოგოები რომ ემზადებიან თვეებით ადრე თუ რაღაცა მე ჯერ არაფერი არ მიყიდია, ესეთი მზადება დიდი არ მაქვს, მაგრამ ისე ვემზადებ. ხო და შენ თუ არაფერი არ გიყიდია, მე ვიზრუნე ამაზე. ხო, მე არა. იზრუნა PSP-მ, რომელიც ძალიან მიყვარს. მადლობა ჩემს საყვარელ PSP-ს, როცა გაიგეს, რომ მარიამ გაფრინდაშვილი მოდიოდა ჩემთან სტუმრად, ასე გენოცვალეს სხვას რომ შრატებს და საცხს და დამატენიანებლებს უგზავნიან გაახალგაზრდავების საშუალებებს, შენ გამოგიგზავნეს ბავშვის ხაზის. ბავშვის ხაზის მეც ძალიან მიყვარს PSP მართლა და უღრმესი მადლობა შენ და PSP. ხო და ეს არის რაღაცა კარგი რაღაცებია მინდა გითხრა სებამედის აქვე მინდა ვუთხარ ჩვენს მაყურებელს რომ ეს არის სებამედის ბავშვის ნაკრები და მოდი გავხსნათ თან მე მინდა რომ გაჩვენო რეები არის ნახე როგორი საინტერესოა ანუ ეს არის რაღაცნაირი პირველ რიგში დავხედე ვარდისფერი იყო თუ ცისფერი მართლა ამ სტერეოტიპების მე დიდად არ მჯერა მაგრამ აქ უნდა კითხო რა ვისალოდე რაღაცა კომბინირებულია, რა ვისაც ჯერა. კომბინირებულია და ეხლა უნდა თან გაჩვენო აქ რეეპიტებს. ეხლა რატო არის ეს ძალიან მნიშვნელოვანი? ეს არის სებამედის ბავშვის ხაზი. აი ყველაფერია, რაც კი შეიძლება დაგჭირდეს მარიამ. აი შენ კი იძახდი, რომ არაფერი არ მიყიდიო, მაგრამ არაფერი აღარ გექნება საყიდელი. სებამედის ბავშვის ხაზი უნიკალურად ითვლება და ძირითადად იმიტომ, რომ ერთ-ერთი პირველი ბრენდი იყო, რომელმაც ჩვილებისთვის შექმნა პროდუქტები pH 5.5. ეხლა ეს რას ნიშნავს ეს შესაძლო ვიღაცისთვის ცოტა უცნაური და გაურკვეველი ტერმინი. ახალშობილის კანი არის ძალიან თხელი და მგრძნობიარე. კანს აქვს ბუნებრივი დამცავი ფენა, რომელსაც ხშირად მჟავე მანტიასაც კი უწოდებენ. და ბევრი ჩვეულებრივი საპონი არის ტუტე და აი ამ დამცავ ფენას დროებით აზიანებს და pH 5.5 ხელს უწყობს კანის ბუნებრივი ბარიერის შენარჩუნებას და სიმშრალისა და გაღიზიანების შემცირებას. აი ყველაფერი გადმოვალაგე, მარიამ ეხა იცი რა არის? ეს ისეთი მე 4 შვილის დედა ვარ და ვიცი რას ნიშნავს, როცა აი ეს ყველაფერი ესე ერთად დაგხვდება და არ უნდა ირბინო და არ უნდა იფიქრო რა უნდა შეიძინო დერმატოლოგიურად და პედიატრიულად ტესტირებული ფორმულებია ეს ხშირ შემთხვევაში არ შეიცავს საპონს
და ამიტომ არის ეს დასაბანი საშუალებები კიდევ ძალიან კარგი, ნაკლებად ალერგიულია, რეაქციის რისკები პრაქტიკულად არ არის და გამოიყენება არა მხოლოდ ჯანმრთელი, არამედ სხვადასხვა გრძნობიარე და ატოპიისკენ მიდრეკილი კანის მოვლის დროსაც. უღრმესი მადლობა და მე არ მომიწევს ბევრი ფიქრი, რა დავახვედრო. ძალიან მიხარია და მადლობა. რისი გეშინია ყველაზე მეტად დედობაში? პირველი შეხვედრის მეშინია. რატო? ძალიან, აი არ ვიცი. ძალიან მეშინია და მე რაღაცა აი არ ვიცი, ზრუნვის მომენტის რამდენად შევძლებ, ანუ ბავშვები მიყვარს ძალიან, მაგრამ აი რაღაცა ცოტა ეს შიშის საკუთარი თავის მეშინია ცოტა რა. აი რამდენად მოვახერხებ იმას, რომ მასზე ზრუნვა დამოუკიდებლად მოვახერხო. ანუ ტექნიკურად გულისხმობ და არა აღზრდის ემოციურ ნაწილს. ხო, აი მაგალითად კარგად დააბანო. ხო. აი ეს რაღაცები, ნუ მაგ რაღაცებზე ვფიქრობ. არ უყურებ ხოლმე რამე ვიდეოებს. არა. იცი რა არის, მე რაღაცა ისეთი ეტაპი მაქვს, რომ როგორ არ მიხარია და როგორ არ, მაგრამ რაღაცნაირად ვერ მოვასწარი ეს ყველაფერი და შესაბამისად, არ ვიცი, ძალიან ველოდები და მგონია, რომ რაც ყველაზე მთავარია, დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ რაღაცას შეცვლის და ბევრი ადამიანი ელოდება მას და ბევრი ადამიანის რაღაცა ახალს ვერაფერს ვერ შეცვლის ესე, მაგრამ ბევრი ადამიანი ელოდება მას და იცი რა არის, ძალიან დიდ ტკივილს ატარებ გულში და ვინც არ იცის, მე მინდა რომ ვინც გვიყურებს ახლა იმათ ვუთხარ, რომ მარიამის ოჯახს მარტის ბოლოს საშინელი ტრაგედია შეემთხვა. მარიამის და დაიღუპა ავტოკატასტროფაში, ავტოავარიაში და რაღაცნაირად შენი ტკივილის ამოძახილია შენი სტატუსები, რასაც მე ახლა ვკითხულობ, შენი არაჩვეულებრივი დედის სტატუსები, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ და ვიცნობ და სულ მაქვს ეს განცდა, რომ აი რატომ უნდა განეცადა დედაშენს აი ეს ტრაგედია და მე მინდა რომ რაღაცნაირად გვითხრა, როგორ აცოცხლებთ ამ ირმას, ეს ცალკე ამბავი არის, ამაზე ვისაუბრებთ სოციალურ ქსელებში, რასაც მე ახლა ვუყურებ და ვკითხულობ, მაგრამ როგორ ატარებს ადამიანი აი ამ უდიდეს ტკივილს და ახალ სიცოცხლეს პარალელურად, ეს საერთოდ რას ნიშნავს, რა კონდიციაა? ხო, აი ეხაც გზაში რომ მოვდიოდი, ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც დღეს აქ მოვედი, აი ეს ამბავი რაც მოხდა, სულ მაქვს განცდა, რომ ანუ სულ მაქვს განცდა, რომ რაღაცა დრო ვერ დავუთმე. ირმას? ხო, იმიტომ რომ ცხოვრებაა რა, ან გადაღებაზე, ან ზარს ვერ ვუპასუხე, ან რაღაცა, სულ მგონია, რომ რაღაცა ან არ შევხვდი, როცა მას უნდა და ან ვერ დაველაპარაკე და ეხაც უკმარობის განცდა, რომელიც ხო, რაც ჩვეულებრივი ამბავია. ამბავია, მე მამაზე მქონდა ეს. ცხოვრებაში. ეხაც აქ რომ მოვდიოდი, რაღაცნაირად ჩავთვალე, რომ ანუ მასზე ვიცოდი, რომ მკითხავდი და არ მინდა რომ არ მინდა რომ ისე ვერ ვიპოვო მისთვის დრო. ანუ მართლა ეგ განცდა მაქვს. და ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც აქ მოვედი, მართლა ეგ იყო, რომ ანუ ეხლა რომ დრო დავაბრუნო, ყველა ზარს ვუპასუხებდი. თუნდაც გიჟი იყო და მირეკავდა შუა დარბევის დროს, რომ წამოდი სახლში, ანუ რატოდ გახარმანთ, მოკვდები, რაღაც დაგემართება და რეკავდა ხოლმე ეს. Facebook-ზე გარედან მიპოსტავდა, რომ ჩაიცვით ბილად გაცივდები და მე არ ვპასუხობდი ხოლმე და ეხლა შენ ხო იცი, რომ ეს ჩვენი პროფესიის ადამიანებისთვის ჩვეულებრივი ამბავია. ხო, უბრალოდ ეხლა მართლა ეგ მჭირს, რომ ვნანობ ყველა გამოტოვებულ ზარს. ვნანობ
ყველა სახლში რომ დავაგვიანე და არ მივედი და ვერ ვნახე. ანუ ეგ მაქვს და მინდა რომ ეხა ვეღარ ავანაზღაურებ ამას, მაგრამ ხო რაღაცნაირად ვცდილობ ყველაფერი გავაკეთო, რომ მისთვის რაღაცა ეს დრო სულ ვიპოვო რა. აი ეს ტრაგედია როცა დატრიალდა მე ჩემს გარშემო ადამიანები რომ აი შენ ამ მდგომარეობაში ხარ შვილს რაღაც მომენტში საერთოდ დამავიწყდა ჩემ იმდენად თავს ზარდამცემი და დაუჯერებელი იყო ეს ყველაფერი ჩემთვის რომ მე საერთოდ დამავიწყდა რა მდგომარეობაში ვიყავი და ცოტა ეგოისტურადაც რა ანუ არანაირი ემოცია არ შემრჩა და ცოტა უპასუხისმგებლოც ვიყავი, იმიტომ რომ საერთოდ არ მახსოვდა რომ რაღაცა მე ახალ სიცოცხლეს ვატარებ, იმიტომ რომ ეს ჩემთვის იმდენად გაუგონა, დღემდე მიმღებლობა არ მაქვს. დღემდე ვერ ვიღებ ამ ამბავს და ჩემი ტვინი რაღაცნაირად ბლოკავს. ვერ მივიღე ეს ამბავი რა. და თავიდან როცა ეს მოხდა მართლა დამავიწყდა მე საერთოდ რა მდგომარეობაში ვიყავი რა და ცოტა კი მჭირდა ეგ უპასუხისმგებლობა და ალბათ არ ვიცი რაღაცნაირად სწავლობ ამ ყველაფერთან გამკლავებას გამიგია ეს ფრაზა ყველაზე ხშირად მაგრამ ძალიან ვერ სწავლობ ვერ სწავლობ, ვერ ეგუები. ვერ მე დღემდე მჭირს ის რომ აი სამსახურში გავედი სადღაც თვე ნახევარში. მაგრამ ანუ ჩემი ტვინი ამ ამბავს ბლოკავს. ანუ წარმოუდგენელია რომ ისწავლო როგორ უნდა იცხოვრო ჩვენ 5 და-ძმა ვართ და და-ძმა უყვარს ყველას, მაგრამ მე ყოველთვის ვამბობ, რომ რაღაცა ეს 5 მთლიანობა ჩვენ 24 საათი ერთად ვიყავით და იცით როგორი შეგრძნება, დავცოტავდით, ანუ ირმა წავიდა და რაღაც აი დაცოტავების განცდა მაქვს რა, რაღაც ჩვენ 4 ვართ, მაგრამ ანუ რაღაცა მთლიანობა დაირღვა. და აი ამ მთლიანობის დარღვევასთან ერთად ცხოვრების სწავლა ძალიან რთულია რა. მე ჯერ ვერ ვისწავლე, უბრალოდ რაღაცნაირად ვეჩვევი იმას, რომ ტვინში უნდა დავბლოკო ეს ამბავი. ზოგჯერ გამომდის, ზოგჯერ არ გამომდის. ვიმუშავე ძალიან ბევრი, რომ რაღაცები გადამეტანა. მაგრამ ეს ისეთი აუწონავი ტკივილია. აი ბოლომდე ანუ რაღაცებზე მე დანაშაულის შეგრძნება გაქვს რა. ხო და ანუ სწავლა ამბავთან ერთად ცხოვრების. ნუ ყოველდღიურობაში ვმუშაობ რაღაცებსაც ვაკეთებ, მე ამაზე ნერვები მეშლება, რომ აი როგორ ვაკეთებ ახლა რაღაცებს. მაგრამ ნუ საბოლოო ჯამში ხო მაინც ცხოვრობ რა რუტინულად. ირმა როგორი იყო? მოგვიყევი ირმაზე. დაუთმე მას დრო, როგორც შენ თქვი. ირმა მე არ მგავდა რა, ძალიან კეთილი იყო, მართლა. და ყველაზე მზრუნველი ადამიანი იყო. შენც ძალიან კეთილი ხარ. ვეწინააღმდეგები ამ ფორმულირებას. არა, სხვანაირი იყო. მე არ შემიძლია ადამიანს გავუკეთო იმდენი, იმიტომ არა რომ ირმა ეხა გარდაცვლილია რა. მან იმდენი სიკეთე დატოვა. წარმოუდგენ, მე არ ვიცოდი. მართლა, მე დღეს ისტორიებს ჩვენ თან მოდიან ადამიანები და ისტორიებს გვიყვებიან, რაც ჩვენ არ ვიცოდით, იმიტომ რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ყველა რაღაცა დავრბივართ, ყველა ვმუშაობთ და მე არ ვიცოდი ამდენი ისტორია მასზე რა. ძალიან კეთილი იყო მართლა და ეს არ არის უბრალოდ ბანალური სიტყვები რა. და ჩვენთვის ყველასთვის იყო რაღაცა შინაგან საქმეთა მინისტრს ვეძახდით სახლში, იმიტომ რომ
ანუ საინფორმაციოს ყურება რომ ეზარებოდა და მეორე დღეს ეთერში ვიჯექი ვთხოვდი რომ გთხოვ უყურე და მომიყევი რა და მიყვებოდა არაფერი არ გამორჩებოდა რა ანუ მართლა მე რო სადღაც ვიყავი ირმა უყურებდა საინფორმაციოს და მირეკავდა რომ ეს მოხდა ხვალ ხო ეთერში ზიხარ აი ვინმეს ამბავს რომ გაიგებ და ერთ-ერთი ფაქტი მახსენდება გიგა ავალიანის ამბავი რომ მოხდა რაღაც პერიოდი სულ ვაშუქებდით რა თქმა უნდა ნიუსში და შაბათში პირველივე კვირას და მეორე კვირასაც ისე მოხდა რომ რეპორტაჟი ვერ გავაკეთეთ იმიტომ რომ საინფორმაციოში იყო ყოველდღე და მირეკავდა და მეჩხუბებოდა რომ აი შენ რატო არ აქცევ ყურადღებას ამ ამბავს და მუდმივად აი ესე პოლიტიკურად აქტიური იყო, გულისხმობა აინტერესებდა ამბები. ძალიან ჩართული იყო და მე მგონი ჭიათურაში ერთადერთი ადამიანი იყო, ვისაც სახლზე ესე უკრაინის დროშა და ევროკავშირის დროშები. ანუ ძალიან ჩართული იყო რა. ხო და ძალიან კეთილი იყო მართლა და მე მგონია რომ რაღაცა დაჯილდოვებული იყო აი ამ მე არ შემიძლია რომ მაგდენი გავუკეთო ადამიანს უცხო ადამიანებს მართლა არ მაქვს ეგ უნარი და მასე შეეძლო რა მართლა გირეკავდა ხოლმე შუა დარბევის დროს შუა დარბევის დროს არსებობს მისი პოსტები ჯგუფ დაიტოვეში და ასე შემდეგ რომ ჩემი დადგას პარლამენტთან და მიუტანეთ საწვიმარი ცივა, იმიტომ ჩემთან რო ხაზზე ვერ გამოდიოდა. ანუ მირეკავდა ვუთიშავდი, მიუტანეთ პირბადე, მიხრჩობა და ანუ ესეთ რაღაცებს პოსტავდა მუდმივად. რა ან მე მწერდა რომ გამოდით ორე დედიკო მოკვდება ეხა და იცოდე მოვდივარ ეხა და ანუ მუდმივად იყო იქ თუ არ იდგა ჩემთან ხაზზე რა. წარმომიდგენია იმ დღეს რა დღეში იქნებოდა ის და შენი ოჯახის წევრები, როცა შენ გონება დაკარგე დარბევის დროს. ის უყურებდა ამ ყველაფერს პირდაპირ ეთერში და ძალიან ემოციური იყო მისთვის. მართლა მე როდესაც აზრზე მოვედი პირველი ჩემი ოჯახის წევრებს დავურეკე და ის უკვე გზაში იყო და მოდიოდა. არ ვიცი ძალიან დიდი ტკივილია და უბრალოდ მე მართლა არ ვიცი მე როგორ გრძელდება უბრალოდ ერთადერთი ვიცი ის რომ მისი შვილები არიან ჩემთან ერთად მოგვიყევი მის შვილებს ხო მას ყავს ორი არაჩვეულებრივი სხვა ჩერს ყოველთვის მეუბნებოდა უფროს და ლევანიკოზე რომ შენ გაჩუქეო და ძალიან დიდი მადლობა არ მინდა რატომ აჩუქე თუ მინდა შვილს გავაჩენ თქო და რაღაცა ისე მოხდა რომ ყველა საჩუქარი დაგვიტოვა მეც ჩემს დებსაც ჩემს ძმასაც მამა ჩემს დედა ჩემს ნამხელა შვილები ყავს ლევანიკო არის 23 წლის სანდრო 17 წლის და ეს ორი საჩუქარი დაგვიტოვა საბოლოოდ სულ გვეუბნებთ რომ აი გაჩუქეთ სანდრო და ლევანი აი გაიზარდნენ ეხა მიხედეთ და ხო მართლა ჩვენი საჩუქარია ირმას საჩუქარია ჩვენთვის ორივე და შესაბამისად ძალიან გვიჭირს, მაგრამ როგორ გადაიტანეს? ძალიან მძიმედ. და საბოლოო ჯამში ჯერ მიმღებლობა ამ ყველაფრის. მე მგონია რომ არ აქვს, იმიტომ რომ ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში უკიდურესად გვაკლია ირმა. მე ყოველ დილით ჯგუფში, რაღაცა ოჯახის ჩატში რომ ვერც ვეკავდი რა და ეხლა რო ეწერება რომ ირმა ანუ ეგეც კი ძალიან ტკივნეულია და თან ვერც ვაუქმებ ამ ჩატს, იმიტომ რომ ირმას ხო ძალიან მძიმეა რა, უმძიმესი. ძალიან რთულია. დედას რას ეუბნები, ის რას ამბობს, რა დიალოგი გაქვთ თქვენ, რა კითხვებს სვამს? ყველაზე მძიმე არის მე დედას და მამას გაუბრაზდი. ანუ ძალიან მე რაღაც დავწერე სოციალურ ქსელში, ანუ ვერაფრით მე ვცდილობდი ახსნას ამ ამბის რა და ძალიან გაუბრაზდი, იმიტომ რომ ძალიან უსამართლობის განცდა მქონდა და მე ვიღაცებმა გამოლანწყეს, მაგრამ მართლა გაბრაზებული ვარ რა, იმიტომ რომ ძალიან უსამართლობაა რა. არავინ არ იმსახურებს ამას საერთოდ
არავინ, საერთოდ არავინ. მაგრამ აი ეს ბრაზი იმდენად მქონდა, რომ საკუთარი თავის მეშინოდა რაღაც მომენტში. და ასევე არ მაქვს მიმღებლობა ადამიანების, ვინც მეუბნებიან, რომ ღმერთს საუკეთესოები მიყავს. იქ ირმა საუკეთესო იყო და იმიტომ ანუ ვერ ვიგებ ამას რა. დედა და მამას პირდაპირ ვერაფერს ვერ ვეუბნები. უბრალოდ იცი რა დამემართა? უფრო ვუფრთხილდები ჩემს თავს და ჩემს დაძმებს და მათაც რომ იყვნენ მშვიდად რა. ანუ მართლა მე ვერაფრით ვერ ვეტყვი დედა ჩემს, რომ აი გარდაიცვალა და იქ უფრო კარგად არის. ვერ ვეუბნები ამას, ვერ ვეუბნები, იმიტომ რომ მე თვითონ ვერ გავიგე რატომ მოხდა ეს ტრაგედია და თან ისე მოხდა, რომ ძალიან აუხსნელია სახლიდან რამდენიმე მეტრში. ამიტომ არის რა მთვრალი ნასვამი საჭესთან არ უნდა დაჯდეს არავინ. მე ანუ ის ადამიანი ვინც საჭესთან იჯდა, მან მთელი ცხოვრება უნდა ატაროს ეს ტვირთი. იმიტომ რომ ის როცა მთვრალი დაჯდა საჭესთან, პოტენციური მკვლელი იყო და უბრალოდ მინდა რომ ეს ყველამ გაითვალისწინოს. რა ეს არის მკვლელობა? როცა ჯდები ნასვამი საჭესთან. თორე მას ჰქონდა კილომეტრ ნახევარი გასავლელი, მეტი არა. და წარმოუდგენელი. მთვრალი რომ არ ყოფილიყო, არ მოხდებოდა იმ ტრაგედიაში არ იქნებოდა არც თვითონ ეს ადამიანი და დღეს ჩემი და შესაძლოა ცოცხალი ყოფილიყო. ამიტომ ამას ვამბობ. და დედას და მამას პირდაპირ გეტყვი, მე ვერაფერს ვერ ვეუბნები, იმიტომ რომ ვეუბნები იმას, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სანდროსთვის და ლევანიკოსთვის, იმიტომ რომ მათ ყველაზე მეტად ჭირდება. დედა არ ყავთ, რომელზეც იყო ორივე ჩამოკიდებული და ჩვენ ყველა რა. შენ ახსენე ამ ტრაგედიას თავისი დამნაშავე ყავს. კი, მე ვიტყოდი რომ დამნაშავე ყავს ვიკა. მიუხედავად იმისა, რომ სად არის ეს ახლა და რა პოზიცია გაქვთ თქვენ და ალბათ აქ ირმას ფაქტორიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ის რას ისურვებ და არ ვიცი, აი ესეც ცოტა ისეთი კითხვაა ჩემთვის, შეიძლება არასწორი, მაგრამ რა ხდება? არა, არ არის არასწორი, იმიტომ რომ მე არ ვიცი რამდენად მოვიქცეოდი ეგრე, მაგრამ ჩემმა მშობლებმა როდესაც ეს ტრაგედია დატრიალდა და ჩვენ გავიგეთ, ჩვენ ირმას რამდენიმე წუთით ადრე ვესაუბრეთ, უკვე სახლში ბრუნდებოდა და შვილისთვის მოქონდა რაღაცეები და რამდენიმე წუთში სახლში მას სანდრო ელოდებოდა სახლში. ელოდა სახლში. და იქვე ხდებოდა, ხო? კი, ჩვენი სახლიდან რამდენიმე გასული იყო ირმა და სახლში ბრუნდებოდა. ხო, სახლში ბრუნდებოდა, სანდროსთვის ჰქონდა ნაყიდი რაღაცები, ამოდიოდა. და ნუ რამდენ არ გვიპასუხა და რამდენ ცოტა ხანში გავიგეთ, რომ ეს ტრაგედია დატრიალდა. მე როდესაც ჩავედი, ჭიათურაში მოხდა ეს ამბავი, როდესაც გავარკვიეთ რა მოხდა, ჩემმა მშობლებმა ჩემი აზრით უკიდურესი დიდსულოვნება გამოიჩინეს და მათ ესე საჩივარი და ამ ბიჭის დასჯა არ მოუთხოვიათ. მე არ ვიცი როგორ მოვიქცეოდი, იმიტომ რომ ეს ბიჭი იყო ნასვამი, მას არ ჰქონდა მართვის უფლება. თუმცა ის ადგილზე დააკავეს, იმიტომ რომ ჩემი და ადგილზე გარდაიცვალა და მისი გადარჩენა სასწრაფო, როდესაც მივიდა, თავადაც მედიკოსი იყო ჩემი და მიშველეც კი ვერ დაიძახა, ადგილზე გარდაიცვალა, მას აქვს 60-მდე დაზიანება მიყენებული. ეს ბიჭი ადგილზე დააკავეს, თუმცა ჩემი მშობლების პოზიცია არის, რომ
გადაწყვეტს ჩვენ რომც მოვითხოვოთ მას არ გამოუშვებენ, იმიტომ რომ კანონმდებლობაა ასეთი, თუმცა მათ არ მოუთხოვიათ მისი ესე იმპერატიული დასჯა და საერთოდაც მე ვფიქრობ, რომ ის ისედაც დასჯილია, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება უნდა ატაროს ეს ტვირთი. ის ირმას იცნობდა ძალიან კარგად. ხო. კი, ძალიან კარგად ჭიათურა პატარა ქალაქია და ყველა ერთმანეთს იცნობს. ის იმყოფება ეხა სასჯელ ახსულების დაწესებულებაში და როგორც ჩემს არ ცნობილია ელოდება განაჩენს და ხო მე ძალიან მწუხვარ, იმიტომ რომ მას მოუწევს მთელი ცხოვრება ატაროს ეს ტვირთი, სადაც არ უნდა იყოს, ის იქნება საპატიმროში თუ გარეთ. და ხო, ძალიან მძიმეა ეს. წარმოუდგენელია თან რაღაცა შემთხვევითობა, ანუ შემთხვევით ნახა ირმამ ეს ადამიანი მანქანით და ეს არ იყო დაგეგმილი შეხვედრა. ხო. ოღონდ ყველაზე საინტერესო მანდ ის არის, რომ როდესაც ნახა ეს ადამიანი, რომ ნასვამი იყო, ის ჩვენს უბანში ცხოვრობს. როდესაც ნახა რომ ეს ადამიანი ნასვამი იყო, არ ჩაუჯდა პირველად და წუთ ნახევარში მეგობართან ერთად იყო და მეგობარს უთხრა რომ თვრალი როგორ უნდა გავუშვაო, პატარა ბიჭია ისიც სადღაც ირბას შვილის ასაკის და მოაბრუნა და მე ჩაუჯდა რა და 30 წამში ანუ არ გაუშვა იმიტომ რომ ნასვამი იყო და იმიტომ რომ თქვა რომ აი ეხა რამე რომ დაემართოს ჩემ თავს ვერ ვაპატიებო და დაურეკა და წუთნახევ 30 წამში რაღაც ისეთი მანევრი შეასრულა რომ ირმა ადგილზე გარდაიცვალა და ავტომობილში კიდევ ორი ადამიანი იყო და რა კარგია არც ერთ დაზიანებაც კი არ აქვს უბრალოდ ირმა წინიჭდა ხო და მას სავარაუდოდ ხვედი არ ეკეთა იმიტომ რომ ეთყობა ახლოდის ძალიან ახლოს ფეხით რომ წამოსულიყო სახლში იქნებოდა ზუსტად 5 წუთში ხო და აი მაგის გააზრება კიდე უფრო რაღაცნაირი ფაზლი აეწყო რომ თითქოს უნდა წასულიყო რა ანუ იმიტომ სხვანაირად წარმოუდგენელია მართლა 5 წუთში სახლში იქნებოდა აი წარმოუდგენელი ხო ძალიან მძიმე ამბავია რასაც არ ვიცი ჩემი მშობლებიც როგორ ძალიან მძიმეა მათთვის რა თან ირმა ჭიათურაში იყო ჩემი მშობლები იქ ცხოვრობენ და განსაკუთრებული მიჯაჭვულობა ქონდა ორივეს რა ეხლა მე აქ ვარ მუშაობ დანარჩენებს ხო და ძალიან მძიმეა მათთვის და ამას არც ერთი მშობელი არ იმსახურებს მეც რაღაცნაირად ემოციების გარეშე დამტოვა თავიდან ეხაც მეშინია ხოლმე საკუთარი თავის იმიტომ რომ არის დღეები როცა რეაქცია არაფერზე არ მაქვს ძალიან ბუნებრივია საერთოდ არაფერზე მე კრიმინალზე ვმუშაობ იცი და რაღაცა ეს ისტორიები ანუ სულ განვიცდი ხოლმე რა მართლა რაღაცა მკვლელობას რო ვაკეთებ რაღაცა ამბავს და აი რაღაც ეტაპზე ეს ემოციები თითქოს ემპათიის გრძნობაც დავკარგე და მე საკუთარი თავის შემეშინდა რა მაგრამ შენ არ დაგიკარგავს ემპათიის გრძნობა მე ამას ვგრძნობ სულ შენს რეპორტაჟებში, შენს ყოველდღიურობაში და მადლობა ამისთვის, რომ ასეთი ხარ და ასეთი ემპათიური ხარ მიუხედავად იმისა, რომ ასეთი დიდი ტრაგედია გადაიტანე. მე თავს ვაძლევ ამის თქმის უფლებას, იმიტომ რომ კარგად გიცნობ შენ და ძალიან მარტივია ასეთ დროს რომ მართლა რაღაცა გაბოროტო და ისეთი ტრაგედიაა, ისეთი მასშტაბის ტრაგედიაა, რომ სხვა შესაძლებლობას არ ტოვებს გარდა იმისა, რომ უბრალოდ ყველაფერზე დაკარგო, გული აიცრუო ყველაფერზე და მადლობა, რომ სხვებს მაინც ეხმარები. შენი ბოლო რეპორტაჟი იყო დახმარება სხვებისთვის. მე ამაზეც მინდა მოგვიანებით ვისაუბროთ, მაგრამ ბავშვობაზეც მინდა მომიყვე ჭიათურა ახსენე შენ რამდენჯერმე და როგორი ალბათ ყველაზე ნათელი მოგონებაა ბავშვობიდან ჭიათურა, ასე მგონია და რაც ახლა გახსენდება რა არის. მე გავიზარდე ჭიათურაში. დიდ სახლში, რომელიც მე ძალიან მიყვარს. და ჩვენ 5 მივართ როგორც
გითხარი და მე გავიზარდე სახლში და ოჯახში, სადაც არ ვიცი ხა როგორ გაიგებენ და პრინციპში არ მაინტერესებს დიდად. ყოველთვის ყველაფერი მქონდა. ძალიან ბედნიერ ოჯახში მართლა. სადაც იყო ზრუნვა მშობლების და ყველაზე ბედნიერი წლები მაქვს გატარებული იმ სახლში, სადაც ვცხოვრობთ. ყველაზე მეტად მიყვარს და სხვა შორის ეხა ძალიან მძიმეა ჩემთვის. 2 დღე დასვენების დღე რომ მქონდა გავრბოდი ჭიათურაში, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ეს ქალაქი რა. იქ გავიზარდე სკოლაში, იქ დავდიოდი, ყველა საუკეთესო მოგონება იქ მქონდა და აი ირმას ამბის მერე სახლი, სადაც ყოველთვის ახალ წელს არასოდეს სხვაგან არ შევხვდები, ანუ ყოველთვის ჭიათურაში ვხვდები. ჩემი დებიც კი რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ, ჩამოდიან ლონდონიდან, ჩამოდის ჭიათურაში. ჩემი და ხვდება ახალ წელს. რაღაცნაირი ტრადიციული ამბავი იყო და აი ამ ირმას ამბის მერე ეხ დედაჩემს ეწყინება, იმ სახლმა ფუნქცია არ დაკარგა, მაგრამ რაღაცნაირი ტკივილია ჩემთვის რა, უკვე იქ ანუ ირმასთან ერთად თითქოს აი ჭიათურაც ჩემთვის ძალიან ტკივნეული გახდა, იმიტომ რომ ირმა იქ ცხოვრობდა და ბოლო წლებში ჩვენი მასპინძელი იყო რა. ხო და ჭიათურას რაც შეეხება, მე ყოველთვის ვამბობ, რომ ეს არის მეგაპოლისი. სოფლიოში ყველაზე ლამაზი, იმიტომ რომ ჭიათურაში მძინავს ყველაზე გემრიელად და მიყვარს ადამიანები. იმიტომ რომ ჩემი ბავშვობა, იქ ჩემი სკოლა, ყველაფერი ყველაზე კარგი მოგონებები და ჩემი სახლი რა, სადაც მე დავიბადე და გავიზარდე. ხო და ჩემი ბავშვობის ყველაზე ტკბილი მოგონებები უკავშირდება ზუსტად ჭიათურას და იმ სახლს რა. და აი ამ ძიმე გზაზე შენ მარტო არ ყოფილხარ და შენ გვერდით არის შენი მეუღლე, მოულოდნელად გავიგეთ ეს ამბავი სხვათა შორის ჩვენ. მოგვიყევი როგორ შეხვდით ერთმანეთს, როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა? მე და ნიკო ერთმანეთს ვიცნობთ დიდი ხანია. ძალიან დიდი ხანია, იმიტომ შენი რომ პროფესიიდან ხო და მისი პროფესიიდან გამომდინარე, მაგრამ ესე მეგობრობდით რა, ოღონდ ისე ახლო მეგობრები არ ყოფილვარ. ნუ ესე მოხდა რაღაცა 2 წლის წინ ეს ამბავი, მაგრამ არ იყო რაღაცა აფიშირება, არ მოგვიხდენი ამ ყველაფრის. ეხა ნიკო რო არ ყოფილიყო ჩემს გვერდით, ბევრად მძიმე იქნებოდა. ხო, ეს არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ კრიზისები ან აშორებს, ან პირიქით ახლოებს ადამიანებს და ასე დროს ხვდები შენს გვერდით თურმე ვინ ყოფილა. ხო და შენ შემთხვევაში რა მოხდა? მართლა მივხვდი, იმიტომ რომ ძალიან დიდ ძალას მაძლევდა რა და მაძლევს დღემდე, იმიტომ რომ ნიკო რო ეგეთი არ ყოფილიყო, მე თუნდაც დღეს აქ არ ვიქნებოდი, სამსახურშიც არ გავიდოდი, ოღონდ მართლა. გაიძულებდა ის? ანუ მაიძულებდა, სხვა შორის დედაჩემიც მაიძულებდა, რომ წადი სამსახურში. პირველი ეთერი უკიდურესად გამიჭირდა ირმას ამბის მერე სამშაბათს 11 საათზე ვიტირა ეთერში, ან ცუდად გავხდი. მახსოვს შენი პირველი ეთერი. ძალიან მძიმე იყო და აი ამ დროს ნიკო რომ არ ყოფილიყო ჩემს ცხოვრებაში და დღემდე მაჯანჯღარებს რა. და მე ეხა გავიცანი ის ვინ არის რა. მართლა. ეხა უფრო კარგად გავიცანი. აი ამ რაღაცა საგიჟეთის, აი ამ ხელა ტრაგედიის ფონზე მე გავიცანი ეხლა ვინ არის ჩემს გვერდით და ძალიან კარგია რა. კარგია. კი, ძალიან დიდი ძალაა ჩემთვის რა. ორსულობის შესახებ, როცა გაიგო შენი ორსულობის შესახებ, ეს მოლოდინი, რომ ის მამა გახდებოდა მალე მომიყევი. მისთვის ნიკოს არ ყავს არც და არც ძმა და ჩვენ რაღაცა მონსტრების კორპორაცია ვართ რა. 5 ერთად, ანუ და ცოტა თავიდან ესე იყო, აი ამდენი ზარი, ყველა და რაღაცა ძალიან ბედნიერია და ძალიან ელოდება. ნიკოსთვის კიდე სხვა ამბავია ეს რა, არ ყავს არც და არც ძმა. თან ახლა ჩვენ ისეთ ასაკში ვართ, რომ
ძალიან ჩემი აზრით საუკეთესო ასაკში ხართ გახდეთ მშობლები, იმიტომ რომ მე ყველანაირი გამოცდილება მოგიხსენებათ, ყველანაირი სქესის და ასაკის ბავშვი და მათ შორის ყოფილვარ პატარა დედა და ყოფილვარ დიდი დედაც და სულ ვამბობ რომ ხა ყველა ასაკში გიყვარს შენი შვილი ეს რაღაც ფენომენალური სიყვარულია და აი ჩემს სიტყვებს დაიმახსოვრებ და მე მიხვდები რასაც გულისხმობ, მაგრამ იცი რა არის აბსოლუტურად განსხვავებულია, როცა გააზრებულ ასაკში ხდები დედა. ეს ისეთი სასიამოვნო პროცესია, არ არის ის, რომ აი რაღაცა ვალდებულება კი არ არის, ეს სიამოვნებაც არის ეს ვალდებულება. აი მე მგონი, ეხლა არ ვიცი ამას როგორ გაიგებენ, მაგრამ მე მგონია, რომ მას უფრო გააზრებული აქვს ეს ამბავი, იცი? მართლა, ანუ ისე ელოდ, მეც რა თქმა უნდა ველოდები გამლანძღავენ ალბათ, მაგრამ ანუ ის კიდე სხვანაირად ემზადება ამ ყველაფრისთვის რა. ჩვენ ძალიან გიყვარს ბავშვები, ყოველ ჭიათურაში ჩასვლაზე და ჰენრიეტას და შენი ვიდეო მოუყვეთ მაყურებელს. შენი და ჰენრიეტას ვიდეოებით ინსტაგრამი წალეკილი. ეხა სამი თვის ჰენრიეტას ნაყინს რომ ვაჭმევდი და პამიდორს არ ვიცი როგორ გადარჩა საერთოდ, მაგრამ ჩემ შვილსაც იმედია ეგრე მოვექცევი, არ ვიცი. პომიდორი არაჭამა. ჰენრიეტა იყო 2 თვის, როდესაც ნაყინი ვაჭამა. მავხსნათ მაყურებელს ვიზეა საუბარი. ჰენრიეტა არის ჩემი ყველაზე პატარა დისშვილი, რომელიც რაღაცნაირად ტიტინებს საყვარლად. ინგლისურ ქართულად. ბრიტანეთის მოქალაქეა და არის ის ქართული და ეხა სწავლობს და მოკლედ აი ჰენრიეტას რასაც ვუკეთებდი იგივეს ემუქრება ალბათ ჩემ შვილსაც. აი ეგრე მიყვარს მე ბავშვები და ნიკოს ხვანაერად ელოდება. ნიკოს დაგეგმილი აქვს უკვე სკოლაში სად უნდა მიიყვანოს და ასე შემდეგ. კი ხო? ყველაფერი დაგეგმილი. კი გაქვთ დაგეგმილი, მაგრამ შენი პროფესია და დედობა ხშირ შემთხვევაში არის ძალიან დიდი გამოწვევა, იმიტომ რომ შენ არ ხარ რაღაცა უბრალოდ ჟურნალისტი. შენ ხარ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური რეპორტიორი, საგამოძიებო ჟურნალისტი კრიმინალურ ამბავში. ქუჩის რეპორტიორი ვარ. გიყვარს ხო ეს? მე მიყვარს ქუჩაში ხარ. მიყვარს არა, ეგ არის ჩემი. შენ ვარ გამომძიებელი ჟურნალისტი, ეგ მითია. მართლა მითია. ნუ ხარ. მაგრამ გამომძიებელი ჟურნალისტები არიან აი ჩიხლაძე, ან მე არ ვარ გამომძიებელი ჟურნალისტი რა. მე მიყვარს სისხლის სამართლის საქმეების წაკითხვა. და მე ფაზლის აწყობა. ძალიან მიყვარს. ეს ჩემს სიამოვნებაა რა. და მე არ ვარ, მე ქუჩის რეპორტიორი ვარ, იმიტომ ისე აი ეს უფრო შენია, ეს ქუჩის რეპორტიორობა და სტუდია. ამ ფაზლის აწყობა. არა, ფაზლის აწყობა სხვა სიამოვნება, მაგრამ მე მაინც ქუჩის რეპორტიორი ვარ. მე როდესაც საინფორმაციო მიმყავს, ეხა მელაძე გაბრაზდეს თუ უნდა მეზიზღება. ანუ არ არის ეს ჩემი, აი ვიღაცები ხო არსებობენ ჟურნალისტები, რომლებიც ოცნებობენ, რომ დასხდნენ სტუდიაში და წაიყვანონ, მე არ ეგოცნება არასდროს არ მქონია, მიხვდი? ჩემს არ არის ეს კომფორტი და თან არ მომწონს ჩემი თავი იქ. ძალიან თვითკრიტიკული. არ ვამ, აი ძალიან მეზარება, მე რა ასაკში ვარ, იცი, ძალიან მეზარება უკვე რომ ვინმეს თავი მოვაწონე და გონია რომ არავისთვის დასამტკიცებელი არაფერი აღარ მაქვს. ძალიან გულწრფელად გეუბნები სტუდიაში, მე მარიამ გაფრინდაშვილი არ მომწონს, მე ქუჩის რეპორტიორი ვარ რა. და რაც უფრო ექშენი არის, რაც უფრო დარბევა არის, რაც უფრო ამბავია. სხვა არაფერი არ მაინტერესებს. აი კონტრაქტში რომ იწერებოდეს, რომ აი საგანგებო სიტუაციების დროს შეიძლება რომ ანუ ეხა წარმოიდგინე მე რომ სტუდიაში ვზივარ, საინფორმაციო მიმყავს შუშის სახით და ამ დროს რომ უბედურება ხდება და იქ ჟურნალისტი რომ დგას და მე რომ არ ვარ ის ჟურნალისტი გიჟდები ან მართლა ყოფილა ეგეთ შემთხვევა. ხო აი მაგალითად იყო ბადრი ესებუას ამბავი საქართველოს ბანკის ყაჩაღობა და ეთერში ვზივარ და ეს უბემძევლები აიყვანა ამბავ. ეხა ვიღაც იტყვის რომ უხარიათო ჟურნალისტებს უბედურება რო ხდებაო. და წარმოიდგინე მე ვზივარ ეთერში და იქ ჟურნალისტი შემთხვევის ადგილზე მუშაობს, იქ პოლიცია მიდის ანუ გავგიშდი მიზიზღება ეგეთერი რომ მე რაღაცა პარკეტზე ვიჯექი გრიმით
და ამ საქართველოს ბანკთან, სადაც ეს აი ეპიცენტრია და უბედურება ხდება, იქ სხვა ჟურნალისტი მუშაობს, ძალიან გაუბრაზდა. სხვათა შორის ღამე მთელი დღე ხო გრძელდებოდა ეს ამბობი და მე ღამეც გრძელდებოდა და ღამე შენ წახვედი და მე ღამე ეთერში ვიყავი და მახსოვს პირველი ხაზის ეთერში აი ეს კადრი როგორ გამოყავს ბადრი ესე ყვა ძევლები და აი წარმოუდგენელი ხო და კონტრაქტში რომ იწერებოდეს რომ აი ამ ვითარებაში ანუ ვიმუშავებდი და ხო მაგრამ ეხლა შენი ეს ცხელი წერტილებიდან ჩართვები ეს უწყვეტი პირდაპირ ეთერები და ეს დედობა სადმე წარსულში ხوار დარჩება ეს მარიამი რა თქმა უნდა არავითარ შემთხვევაში არ დარჩება იმიტომ რომ მე ძალიან მიყვარს რასაც ვაკეთებ ჩემი პროფესია და ამ პროფესიის მე ყოველთვის ვამბობ რა ჟურნალისტი და თან მით უმეტეს ქუჩის რეპორტიორი ვერასოდეს ვერ იქნები ვერანაირი ჰონორარის ვერანაირი ვერაფრის გამო რა ვერაფრის გამო არ არსებობს და მე არ შემიძლია ამის გარეშე ცხოვრება და არ ვიცი ძალიან მიყვარს და მომწონს ეს ყველაფერი და თან ხარ ძალიან წესიერი და კეთილსინდისიერი ადამიანი შენ არ იტყვი მე ვიტყვი იმიტომ რომ ჩვენს პროფესიაში არიან ჩვენი საერთო ნაცნობები კოლეგები ვინც ჰონორარის, კარგი ხელფასის, კარგი პირობების და კარგი მშვიდი სამსახურის გამო უარი თქვეს თავის პრინციპებზე მე აი გეტყვი ახლა აი პირდაპირ ყოფილა შემთხვევა როცა უკითხავთ ჩემთვის. აი ვიკა, ვინ არის ამ პროფესიაში ადამიანი, რომელიც ფიქრობ, რომ იდეა აქვს პირველ რიგში და შემდეგ დანარჩენი ყველაფერი. ანუ ის არ გაიყიდება არასოდეს და მე ყოველთვის მithkoms, რომ მარიამ გაფრინდაშვილი არის ასეთი ადამიანი სხვებთან ერთად. ამაში ვარ 100% დარწმუნებული და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი ღირსეული ჟურნალისტი, კოლეგა, სხვადასხვა არხზე, ონლაინ მედია იქნება, ეს ტელევიზია იქნება, არ დავკონკრეტდები, მაგრამ რაღაცნაირად ყველაზე შეიძლება არ გამოვიჭრა ახლა ყელი და არ გამოვიდო თავი, მაგრამ შენ ის ადამიანი ხარ, ვისშიც დარწმუნებული ვარ. უღრმესი მადლობა ამის უბრალოდ მე იცი რა არის მე რაღაცნაირად შეცდომები როგორ არ დამიშვია ძალიან ბევრი შეცდომა დამიშვია მაგრამ ერთადერთი მართლა რაც ზუსტად ვიცი და რაც მე ყოველთვის ვამბობ რომ მე მაქვს ჩემი პროფესიული თავმოყვარეობა რომელსაც არავის გამო ძალიან მიყვარხარ დედაჩემიც ძალიან მიყვარს მაგრამ დედაჩემის გამოც არ გადავაბი მართლა დედასკეფიცები გულწრფელად გეუბნები და რისიც არ მიჯერა უბრალოდ ვერ ვაკეთებ და ძალიან ბევრი რეპორტაჟი ესე არ გამიკეთებია და ეხა რაღაცა პროპაგანდა ხო მუშაობს რომ აი გაიძულებენ რაღაც არას მე მიმუშავია იმ რუსთავიორში რომელსაც ის ხელისუფლება აკონტროლებდა მაგრამ მე რისიც არ მჯეროდა არასოდეს არ გამიკეთებია და არასოდეს ჩემთვის იძულებას რომ ეს უნდა გააკეთო არ ყოფილა ეგეთი შემთხვევა და მართლა არავის არ უთქვამს ეგ ჩემთვის შენს კარიერაში ეს ყველაზე რთული რეპორტაჟი რომელი იყო ხო ეს კითხვა არ მიყვარს და იცი რატო არ მიყვარს გეტყვი იმიტომ რომ არ არსებობს რეპორტაჟი, რომელსაც აწერია ჩემი სახელი და გვარი და არ ვაკეთებდე იმ პასუხ მართლა გეუბნები რა, აი სიუჟეტი რომ გამიკეთებია რაღაც სპექტაკლზე გამიკეთებია, წარმოიდგინე რა კარგი სიუჟეტი იქნებოდა, კი ლაფერამ დამსაჯა ერთხელ და მარჯანიშვილის თეატრში გამიშვა და იქ ისე ცუდად მოვიქეცი რომ რეჟისორმა დაურეკა რომ ესო ვინ გამოუშვით აქ აი რეპეტიცია ვერ გადავიღე ბატონო რეჟისორო და თავიდან დაიწყეთ თუ რაღაცები ვიკადრე ხა კულტურაზე მე არ უნდა გამიშვა მაგრამ ანუ და ის რეპორტაჟიც კი, იმიტომ რომ ჩემი მაგას ვამბობ, ანუ პროფესიული თავმოყვარეობა მაქვს და არასდროს არ მოვიწყდება. და კიდე ერთი რაღაც მაქვს, რომ არასდროს არ ვიკადრებ ყველაფერს არაფრის, ანუ არ დავაწერ ჩემს სახელს და გვარს. მართლა მაქვს ეგ ჩაჭერა. შესაძლოა რაღაც არის სწორი, მაგრამ მე ვერ ვხედავ იმ მომენტში და ვერ აღვიქვი და ანუ ვერ არ შემიძლია რა. და ეს და ყველაზე ხმაურიანი რომელი იყო როგორ ფიქრობ?
რეპორტაჟი. აი ბოლო იყო ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი რეპორტაჟი იყო შენ ბოლოს. არ ვიცი. დეკრეტში გასულ ხარ და კუდი მოგიქნებია. ხო. ვუთხათ მაყურებელს, რომ საუბარია რეპორტაჟზე, სადაც პოლიციის განყოფილებაში სასტიკად სცემდნენ ახალგაზრდებს. და ეს არის პირდაპირ მტკიცებულებები, ვიდეო კადრები, რომელზეც ააწყვეს პროპაგანდა, რომ 2022 წლის კადრებია და რას ცulis, ანუ 2022 წელს კადაფი იყო ამ საქართველოს ხელისუფლებაში თუ ვინ იყო? ანუ ჩემს არაფერს არ ცulis და წესი არც ქართული ოცნების ამ შორის არ მეცე ხა თუ 2012 წლის კადრებს ახსენებენ ყოველ დღე ადამიანებს 2022 წელი ბევრად ახალია და პროპაგანდა ააგეს რომ თითქოს მე ვიცოდი რომ ეს იყო 2022 წლის კადრები. არა და არც ერთ უწყებას ეს ჩემს არ უთქვამს და ეს იციან მათ ძალიან კარგად და ეს მაყურებელმაც ნახა პრინციპში ეთერში რომ არც ერთი უწყების ოფიციალურ პასუხში რომელიც მე მივიღე არ იყო იქ ნახსენები, მაგრამ იცი რა არის ამ პროპაგანდას ჩემი აზრით არ უნდა აუყვეთ, იმიტომ რომ არაფერს არ ცulis. ფაქტი არის ერთი, ძალიან პირდაპირ გეუბნები, რომ ჩემს მობილურზე შესაძლოა ახლა ზარი მაქვს ჩაწეული დღის განმავლობაში შემოდის 20 ზარი, რომ აი ჩემზე იძალადეს პოლიციაში. და ჩვენ ამ ადამიანებს ჩვენც კი ხშირ შემთხვევაში არ ვუჯერებ. მე ვეუბნები რომ აი რა დასტურებს ამას. კადრს ვერ მოგიტანს ყოველთვის დაზარალებული ადამიანი. რა თქმა უნდა. ხო და შესაბამისად მათი არ ჯერათ ხოლმე და ამ კადრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ის სისასტიკა რაც ხდება რა. კაი, ეხლა მითხარი რეპორტაჟი, რომელიც ფიქრობ, რომ იყო შეცდომა. ან მოდი, აი იქრინჯები რეპორტაჟი, რომელიც გქრინჯავს, იმიტომ რომ იყო რაღაცა. რეპორტაჟი ანუ ბევრი შეცდომა დამშვია, თუნდაც პირდაპირ ეთერში რა. კი. არ მახსენდება. ხო, არა, ესე იცი რა, ხო და მაგას ვამბობ. ნუ შენ უფრო გახსოვდება ვიდრე მე. გეუბნები რომ აი ესე მიზან მიმართულად მე ჩემი მაყურებელი არასოდეს არ მომიყვება. მაგრამ შეცდომა დაგიშვია. შეცდომა როგორ არ დამიშვია, შეცდომა დამიშვია, მაგრამ ესე რეპორტაჟი რომელიც მართლა არ მახსენდება. და სხვა შორს საქმე კიდე ჩასაფრება. ცუდად მოვქცეულ ვარ გადაღებაზე. აბა რას? ანუ უხეშად და უზრდელად. და სხვა შორს მე ანუ კი, აი ეგ მე რომელიმე კრიმინალს რომელიმე არ მე მაგალითად ანუ შენ ძალიან ცუდად მოეკეცი ხარებას ექცეოდი ძალიან ცუდად და უზრდელურად და ეტლიკინებოდი ჩემი აზრით ზედმეტად. ანუ იცი რა თქვენ ვიდეოები მე TikTok-ზე იდა ხოლმე. რაღაცა ხარებას ის როგორ რომანტიზებას რომ ახდენდა რაღაცა გვერდები ხო რა ხარება სათვალით ხარება არ ანუ რეპორტაჟი ესე არ მახსენდება, მაგრამ ცუდად მოვქცეულ. მე მაგალითად არ მიმაჩნია, რომ ქართული ოცნების, ან თუნდაც ნაციონალური მოძრაობის რომელიმე წარმომადგენელმა უნდა გამლანძღოს და მეძახოს ანუ არ მივიღებ ამას რა და აუცილებლად ვუპასუხებ. და მიპასუხია კიდეც და ზოგჯერ ძალიან უხეშად და უზრდელად. ვის უპასუხებ? ანუ ეხა იყო ესეთ ეხა აღარ მიწევს რა ეს აქცია. კი, ამიტომ არ მივიღებ არც ერთი პოლიტიკოსისგან და თავმოყარეობა პროფესიულისგან ისედაც გამაჩნია. კი და ეს და ყველაზე მაგარი ჩასაფრებაო კითხებში მაგ და ეხა გამახსენდა ის კაცო მილერი არა, ახა ჭუმბურიც 6 სართული რომ ვირბინე. რომელია ეგ? ეს არის სპეცრაზმის წარმომადგენელი იყო, აი რეპორტაჟი მქონდა, მოკლედ ესენი წყალს და გაზს ერთმანეთს რო ურევდნენ, რაც კონვენციით და ეს კაცი ვინც იყო, ესა შემრევი იყო. ჭუმბურიძე რა ჩანაწერები მოვიპოვეთ და ცხოვრობს მე-6-ე მეზისხება ჩასაფრება დილით ვერ ვიღვიძებ ადრე ნოდარ მელაძენმა ციცის რომ არ უნდა გამიშვას სადაც აი საათობით დგომა ჩემს არის როგორი განაჩენი უბრალოდ არ შემიძლია ცუდად ვარ და ნუ აი ეს კაცი ცხოვრობს მე-6-ე სართულზე რა ძალიან ადრე მივედი ძალიან ცუდ ხასიათი ვარ და ნუ როგორც იქნა 10 საათის მერე გამოვიდა რა და ეხა მივხვდი რომ როგორც კი დამინახა გაიქცა. ის სპეცრაზმელია, მომზადება აქვს გავილი.
6 სართული ხო ვირბინეთ, მე 2 კილომეტრი ოპერატორი აღარ იყო, მე მაინც. ხო და საბოლოოდ არაფერი არ მითხრა, მაგრამ ეს რაღაცა გარბენი ხო ჩემს რამდენიმე დღის წინ დამცინეს ერთ-ერთ პროპაგანდისტულ არხზე, აი ეს კადრები ქონდა, ხო და არა მე მიყვარს ის ჩასაფრება, სადარბაზოსთან კაცი ბატონი მილერი და რომელიც თუ მირზა კეზევაძე მე მგონი მირზა კეზევაძეზე ვაბო წამიყვანე ბორკილებით ბოლოს რო ჩვეულებრივად შედიყავი სპეცნაზელი და ის იყო რაღაცა მოწყვლადი კი ძალიან თან რაღაცნაირად ცდილობდა სადარბაზოდან გასვლას მაგრამ შენ არ უშვებდი მითხრა რომ ის დაგარბია და თავისუფლება უკვეთა, ოღონდ სპეცრაზმის უფროსის მოადგილე იყო და ახლა მე რანაირად დავარბი. ხო, ბატონი მირზა კეზევაძე. და ვინ იყო შენ მასწავლებელი ჟურნალისტიკაში? იცი რა არის? ჩემი მასწავლებელი იყო კურიერი. მართლა? კი. ძალიან ბევრი რაღაც მასწავლა გიორგი ლაფერაშვილმა. ანუ ლაფერა, ხო, საყვარელი. ძალიან ბევრი რაღაც მასწავლა. ის რო უნდა დაურეკო თუნდაც ყველა უნივერსიტეტში ჟურნალისტიკა მე არ მისწავლია რა აუდიტორიაში ჟურნალისტიკას ვერ ისწავლი თან აი იმ ტიპის ჟურნალისტიკას რასაც მე ვაკეთებ გამორიცხულია და კურიერში მე აღმოჩნდი ჭიათურიდან ანუ მიკროფონი მე ვსწავლობდი თეატრალურ უნივერსიტეტში და სტაჟირება მქონდა რუსთავიორში და რუსთავიორი მაშინ იყო მონსტრების კორპორაცია მართლა აი რაღაცა რო შევედით, ეს რაღაცა თამარ ბაღაშვილი, დათო ნიკურაძე, ესენი რა. რაღაცნაირი ვაბისად ბავშვობაში, ახლა ძალიან ბავშვობაში არა, მაგრამ ანუ ვუყურებდი ამ ადამიანებს და მაშინ გაინტერესებდა პოლიტიკა? ძალიან. მართლა? კურიერში არა, გატყუებ. კურიერში რომ მივედი, ვერ ვხვდებოდი ნინო შუბლაძემ რო გვითხრა რომ საინფორმაციოს უნდა უყუროთ, ვერ ხვდებოდი ახლა საინფორმაციოს რატო უნდა ვუყუროთ დღეში 5 ჯერ რა. მაგრამ კურიერში მე ნუ ეხა არ შემიძლია საინფორმაციოს გარეშე მართლა. კურიერში ვისწავლა ყველაფერი და მასწავლა კურიერის გუნდმა და კურიერის ოპერატორებმა მასწავლეს ყველაზე ბევრი, სხვათა შორის. მართლა. ძალიან ბევრი რაღაც, პირველი დარბევაზე აღმოჩნდი კურიერის ოპერატორებთან ერთად. იმ დროს რუსთავიორი გავიგეთ, რომ ქონდა ხო თავისი კურსი და თავისი ინტერესები, მაგრამ კურიერის ნიუსრუმი ვერასდროს ვერ აკადრებდა იმას, ვერავინ, რასაც დღეს შვებიან პროპაგანდისტული არხები. სხვა შორის მე მახსოვს ფოტოგრაფების დაკავების დღე რა ხდებოდა კურიერის ნიუსრუმში. იმ კურიერის ნიუსრუმში, რომელზეც გავლენა არსებობდა. იცით რა ხდებოდა? გადაღებაზე არ გადიოდა არავინ. მე მახსოვს 7 ნოემბერი ჯერ მუშაობდი 7 ნოემბერს იმედში და მე მახსოვს კურიერის ჟურნალისტები მოსული ჩვენთან. კი, აუცილებლად. სოლიდარობით. ეხლა ისეთი წარმოუდგენელია, რაც ამ მიმართულებითაც ხდება, მაგრამ ძალიან ახსნადი. მე მაგალითად პირდაპირ გეუბნები, არაფრით არ შემიძლია იმედის ჟურნალის ჩამოვუდგე და რაღაცაზე ველაპარაკო. იცი რა არის? არც აქვს აზრი რომ ესაუბრო ჩემი აზრით, იმიტომ რომ მე არ მჯერა, მე კიდე ერთხელ გეუბნები, მე არ მჯერა რომ ვინმეს რამეს აიძულებენ ამ პროფესიაში, გამორიცხულია. მათ აირჩიეს, რომ აკეთონ ის, რასაც აკეთებენ და შესაბამისად, ანუ რაზე უნდა ესაუბრო? და რა არის თავი რაც ჟურნალისტმა, მომავალმა ჟურნალისტმა უნდა გაითვალისწინოს ამ პროფესიაში? დღევანდელი გადმოსახედიდან რას ეტყოდი? აი ახლა ვიღაცა სტუდენტი რა გიყურებდა. ვეტყოდი იმას, რომ უნდა ქონდეს თავისი თავმოყვარეობა რა. ანუ მართლა დანარჩენს მართლა ყველაფერს ისწავლი. დედას გეფიცები ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ თავმოყვარეობა ქონდეს პროფესიული და ქონდეს ანუ ადამიანი, იმიტომ რომ მე არ ვფიქრობ, რომ მე მხოლოდ ჟურნალისტი ვარ რა. მე თავმოყვარეობა ისედაც მაქვს და არ გავალანძღინებ თავს არასდროს. ანუ არ ვფიქრობ, რომ უნდა გამოვანძღინო, იმიტომ რომ მე მჯერა, რასაც ვაკეთებ რა და ესე მჯერა
და არც პარტიული ვარ და არც ფანი არ ვარ ვიღაცა პოლიტიკოსის და ან მართლა რა არ მაქვს ეს რაღაცა ეს სიყვარული არც მიშას და არც ბიძინას მიმართ. მე ჩემი პროფესია მიყვარს, ჩემი რეპორტაჟი მიყვარს და პატივს ვცემ იმას, რასაც ვაკეთებ და ეგ. ეხლა მითხარი ნოდარ მელაძესთან მუშაობა როგორია? ნოდარ მელაძეს და ჩემი ჩხუბი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. ზოგადად. მაგრამ ნოდარ მელაძე ჩემთვის ძალიან საიმედო ადამიანია რა. ძალიან ბევრ რაღაცაში მაზღვევს. მართლა გეუბნები. და მგონია რომ ზოგჯერ მეც მას. მასთან მუშაობა არის უმძიმესი იმ ნაწილში, რომ ის მუშაობს მუდმივად, მაგრამ და ამას ითხოვს შენგანაც. მე ყველასგან. იცი როგორ არის, მე თუ რაღაცას ვაკეთებ, ან მართლა ბოლომდე ვაკეთებ და ჩემთვის კომფორტია მასთან მუშაობა, იმიტომ რომ არ არსებობს გამოტოვებული ზარი რა. დილის 6 საათზეც ის პასუხობს მობიურს. ხო, ნამდვილად. ანუ არ ძინ, არ მერე გადმორეკავს აუცილებლად. ანუ ჩემთვის მასთან მუშაობა არის კომფორტი და რაღაცნაირად როცა ის თუნდაც ველზე როდესაც მუშაობ ეპიცენტრში დარბევა, უბედურება როცა ხდება, მე ვიცი რომ ის მაზღვევს და ეს არის ყველაზე მაგარი შეგრძნება რა. კი და მე სხვა შორის ბევრჯერ მინახავს საეთეროში, რამხელა პასუხისგებლობა ხო ჟურნალისტებს რო უშვებ ველზე და ეხლა რა გამახსენდა იცი, აი საერთოდ ვერ მივხვდი რა იყო, იქნებ შენ ამიხსნა. თქვენი ჩართვა იყო, მე მგონი ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, შენი და ნოდარის და ვიღაც კაცი რომ მოგვარდა. აი მან ნოდარის რეაქცია იყო მყისიერად შენ არ გაგატანა, შენი თავი არ გაატანა ვიღაცას. არავის არ გაატანს. ვინ იყო ის კაცი ღმერთო? არ ვიცი, მე წერდნენ რომ ჩემი შეყვარებული იყო და რასევდია შეცა. არ ვიცი, ვიღაც ხო, არ ვიცი, ის კაცი სხვა შორის მე მგონი ცოტა ხნით ფსიქიატრიულშიც იყო. ხო, პრობლემები ხო, რაღაც. ოღონდ აშკარად ჩაჭერა ჩემზე ქონდა, იმიტომ რომ მანამდე სამ ჟურნალისტს ქონდა ჩართვა და მაინც და მაინც მე მარიამ, TV პირველში როგორ მოხვდი? და საერთოდ მაინტერესებს, არა, ის კითხვი რომ ტელევიზიაში როგორ მოხვდი, მაგრამ TV პირველში შენ ნოდართან ერთად კი. ამ ტელევიზიაზე რას გვეტყვი TV პირველს და რატომ არის საერთოდ მნიშვნელოვანი TV პირველის არსებობა? რატო ვამბობთ ამას ასე ხშირად? იცი როგორ არის, ძალიან პირდაპირ გეტყვი რომ რუსთავიორიდან ჩემი გამოსვლა, აი იცი რა იყო, ინფაქტი არ გადამიტანია, მაგრამ ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი უმძიმესი დღე, იმიტომ რომ მეგონა რომ ცხოვრება დასრულდა. ან მართლა, იმიტომ რომ ის იყო ჩემი პირველი სამსახური, კურიერი, 14 წელი ვიმუშავე. საერთოდ ყველაფერი იქ ვისწავლე, ძალიან მიყვარდა და ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იმ ტერიტორიაზე, სადაც რუსთავიორია, გჯერა რომ არ და საქმე რომ მქონდა რაღაც, არ მივდიოდი, იმიტომ რომ გულის, ანუ ცუდად ვიყავი. შენ ჯერ კიდევ ვაჟაზე რო რუსთავიორია იქ მუშაობდი. 2008 წლიდან მუშაობდი. და ეს იყო ჩემთვის, ანუ მართლა უდიდესი სტრესი იყო, აი მეგონა რომ პარალიზებული მქონდა რაღაცა და სახლში რომ მივედი იმ დღეს რუსთავიორიდან რომ წამოვედი, ტანსაცმელიც კი მხოლოდ როგორი მქონდა, იცი, მხოლოდ სპორტული, კომფორტული ფეხსაცმელი, რომ გადაღებაზე, ძალიან დიდი სტრესი იყო ჩემთვის რა. TV პირველს რაც შეეხება, ფაქტორი იყო მელაძემ, პირდაპირ გეტყვი. იმიტომ რომ TV პირველს ესე არ ვიცნობდი, ანუ ჩემს კურიერი და რუსთავიორი იყო ამბავი და ძალიან დიდი ხნის განმავლობაში TV პირველის მიკროფონს ხელში ვერ ვიჭერდი და დავდიოდი ეგრეთ წოდებული პეტლიჩკით. ეხა მიყვარს TV პირველი ძალიან, იმიტომ რომ ჩემს არის სივრცე, სადაც ვაკეთებ რასაც გინდა იმას, რაც მე ძალიან მიყვარს და ეს ჩემთვის ძალიან კომფორტია რა. თავისუფლება. იქ არის უამრავი პრობლემა ტექნიკური, როგორ შენ ახლა ამაზე საუბარი, მაგრამ ჩემთვის არის თავისუფლების ტერიტორია და
იმის კეთების შესაძლებლობა, რაც მე ძალიან მიყვარს რა. ჯერ სანამ შემიძლია, ამიტომ ეს არის ჩემი ცდები პირველი. უნდა შეგარცხვინო. რატო? რა არის ის ერთი თვისება, რომელიც გინდა რომ შენმა შულმა შენგან კი არ გადმოიღოს? არამედ პირიქით, არ გადმოიღოს შენგან. უჟმურობა. რა არის? უხეშობა. რა არის პირველი პირადი კომფორტი, რომელსაც უპირობოდ დაემშვიდობები ბავშვის გაჩენის შემდეგ და ამის გამო დიდად არიდარდებ? აუ არ ვიცი, ძალიან ნერვიულობ ეგეთ რაღაცებს, ვერაფერს ვერ ვემშვიდობ. არაპირებს არაფერს დაემშვიდობოს. ვერაფერს ვერ ვემშვიდობები. ბავშვს აქვს 38 და 2 სიცხე. შენი პირველი მოქმედება. ნიკო. აუ არ მომთავრებინო კითხვა. ვერ ვიზამ ვერა. ანუ კითხვა იყო მდგომარეობდა შემდეგში. ეგრევე აძლევს სიცხის დამწევს, თბილად ფუთავ, ოთახს ანიავებ თუ ექიმს იძახებ. ვიძახებ ექიმს, აუცილებლად. და სანამ ექიმი მოვარაშვებ. ვაფარებ, არ ვიცი რამეს ვის. რამეს ვიზა. ნიკოს დამუძა. ძალიან ახლობელთან. რა არის ახალშობილის ოთახისთვის იდეალური ტემპერატურა და ტენიანობა? მოიცადე, ChatGPT-ის. რა არის ახლა ეს? ChatGPT-ს ეკითხება ხალხნო. 18-22 გრადუსი. იცოდი? კი. დაიფიცე. ხო იტყუები ახლა. აი იცოდი? ვიცო. რატო იტყო? 4 შვილი მყავს. აი ტემპერატურას არჩევდი ოთახში? მე კიდევაც და შენც ჩამოიკიდე, ბაგერ ნახავ თუ არა. ჩემი შვილი კარგ დროს იბადება და ისედაც მე არ ვიცი. ბავშვის საწოლში მატრასის გარდა უნდა იდოს თუ არა ბალიში, პლედი ან ეს დამცავი ბამპერები. სწორი პასუხი. ძალიან მარტივ უნდა იდოს. არ უნდა იდოს. ბალიში არ დაუდო ბავშვს. რატო მართლა არ უნდა იდოს? არა. რა თუ და ახალშობილს ბალიში ქალო? ცოდო არ არის. ნიკო. ბალიში მართლა ბალიში რატო არა? არ უნდა ბავშვს ბალიში დააგდა ესე ეგდება. აი დამეცადინა. საწოლი უნდა იყოს აბსოლუტურად ცარიელი. აი სულ ცარიელი უნდა იყოს რა, იმიტომ მატრასიც არ უნდა იყოს. არა, მატრასი ხა იატაკზე ნუ დაცვე. კაი, შემდეგი. როგორ ამოწმებ ბავშვის აბაზანის წყლის ტემპერატურას თერმომეტრის გარეშე? ხელის გულით თითით თუ იდაყვით. ანუ ხელის გულით ანუ თითით თუ იდაყვით. აი იდაყვით რატო უნდა შევამოწმო? სწორი პასუხია იდაყვით. სიგიჟეა ეს. იმიტომ რომ აქ შეიძლება ცხელი არ იყოს და აი აქ იყოს. ანუ შენ ამბობ რომ მე ეს ყველაფერი უნდა ვიმეცადინო. აქამდე უნდა მექნა. ხახო დავიღუპეთ. ნიკოს თუ უყურებს ახლა ამას იფიქრებს რა შარში ვარო. თუ ბავშვის ტირილის დროს თანამედროვე სამედიცინო პროტოკოლი გეუბნება ერთს. მაგალითად არ აიყვანო ხელში თავისით დამშვიდდება. ეს ხო იცი ეს ფრაზა. მაგ ხოლო შენი ქალური ინტუიცია და დედური კარნახობს აბსოლუტურად საპირისპიროს, რომელს დაუჯერებ? პროფესიულ წესებს თუ დედობრივ ბუნებას? აი ავიყვან ხელში ამბობს აუცი. ავიყვან და გავაჩუმებ როგორმე. კი ბატონო, აიყვან, მეც ავიყვანდი და საერთოდ არ ვიცი, ბავშვები უნდა აიყვანოთ ხელში და გააჩუმოთ. ხო, მეც ეგრე. მადლობა მარიამ, ძალიან. აი ესე შეგარცხვინე. შემარცხვინეთ არა. შენ იქნები ძალიან მაგარი და ამ კადრებს არქივი შეინახავს და დიდი რო იქნება ნახავს. მე უბრალოდ მგონია რომ თავი არ უნდა დაისტრესო რაღაცა. და მარტივად უნდა მიიღო ეს რაღაცა ბედნიერება და წინასწარ რაღაცა მე დაგეხმარები ერთ-ორ გაკვეთილს ჩაგიტარებ პამპერს. აუცილებლად. მოვალ და
გავაკეთოთ ის არა ქვია unboxing-ი იმის პამპერსის ბავშვის ბავშვის unboxing-ზე ბავშვის unboxing-ი პამპერსისგან და მისთანები მოკლედ ყველანაირად მართლა გეუბნები 1-2 გაკვეთილი უნდა ჩაგიტანო მაგრამ იმდენი რაღაც იგონებს ყველაფერს იმდენი არიან იმდენი დიშვილები ყავს დედა შენი ახლა რო გვისმენდეს დამაკლავ დედა ჩემი ხო დედა რა თმინდა მე გაკვეთილი ხო და აუცილებლად რას ბოჟიალობენ ესენია მადლობა შენ რომ იყავით ამ გადაცემის სტუმარით მინდა იყო ყველა მე არ ვიცი საერთოდ სწორი სიტყვები რა არის ასეთი ტრაგედიის ფონზე რა უნდა უთხრა ადამიანს რომ ეს არ იყოს გამაღიზიანებელი მაგრამ მე მოგწერე კიდევაც ჩვენ ინბოქსში რომ ქონდა საუბარი რომ რაღაცნაირად მე სულ ვეჭიდები სიკეთეს რომელსაც ტოვებს ადამიანი აი ეს არის ჩემთვის ხელმოსაჭედი და ეს სიკეთე რომელიც სულ ხდება აი სულ ხდება და გონია რომ უბრალოდ ამიტომ მოვდივართ ამ ქვეყნად რომ მოვასწროთ რაღაც სიკეთეების გაკეთება სხვა ფუნქცია ალბათ ჩვენ არ გვაქვს არ ვიცი ეგეთი განცდა მაქვს მადლობა შენ რომ იყავი ჩვენი სტუმარი მარიამ გაფრინდაშვილს უსმენდით და უყურებდით თქვენ მე კი გემშვიდობებით შემდეგ შეხვედრამდე